ეს ტრადიციული артиლერია თავიდან 2022 და 23 წლის შუამდე даже ბოლომდე 2003 ბოლომდე ასრულებდა თავის ფუნქციას ისე როგორც ტაქტიკურად და სტრატეგიულად იყო და გაწერილია წიგნებში და მოქმედებდნენ პირველი მეორე მსოფლიო ომების დროს, მაგრამ შემდგომ მათი როლი აი იმ საარტილერიო დანადგარების, რომელიც სამი, თქვა იგივე ნაღმწყორცნები და იგივე საარტილერიო დანადგარები, რომლებიც ნუ ახლო და საშუალო მანძილზე ახორციელებენ თავიანთ, ასე ვთქვათ, მოქმედებებს, ცოტა დაიწია უკანა პლანზე, იმიტომ რომ აი ამ საჰაერო დრონებით უკვე შესაძლებელია 35-40 კილომეტრზე ოპერატორმა დააზიანოს, აღმოაჩინოს და დააზიანოს ეს საარტილერიო დანადგარები.